სუვენირი, სულით და გულით ნაჩუქარი. რა არის ავტომობილი მითხარი. შეიძლება ახლა ავტომობილი თუ არ მოსული სიტყვაზე თქვა და $1 მილიონი ღირს. მაგალითად, შეიძლება გაყვიდე აგერ და ვიღაცა ერთი ტაქსი დაგეტაგოს და იმაზე გექნეს სამკურნალებელი, ხო? და ეს ნარდი კიდე იქნება და ეს არის იმ დონეზე გაკეთებული ხელით, რომ ეს მართლა საქართველოში დღეს არის საუკეთესო საჩუქარი. კი ბატონო, მე მაშინ მოგზალებული ვიქნები. მე რომ მოვიგებ ოლიმპიადას, საუკეთესო საჩუქარი არ მინდა, მანქანა მაჩუქი. არა, აი, ცუდი საჩუქარი მაჩუქეთ მანქანა. დამარტყას ტაქსისტმა მაგის დედაცვა. მე მივხედავ დანარჩენს. თქვენ ერთი კვირით ადრე გეცოდინებათ. კი ბატონო. კი, ერთი კვირით ადრე გეცოდინებათ და თქვენ გუნდთან ერთად მობრძანდით და ვნახოთ ავარჩიოთ. თქვენ მანქანა გირჩევნიათ, მაინც რა გინდა ნარდი. გირჩევნია, მერკანტილული ვარ მე. ნარდი აგერ რო შემოვდიოდი, აგერ ღირს 20 ლარი და ითამაშებთ აქ. ხო. კი ბატონო. მანქანა, ხო, თქვენ ელექტრო გინდა თუ ბენზინი? თქვენ რასაც ამირჩევთ. კი ბატონო. პრობლემა არ მაქვს. დიზელი იტყვით, დიზელი თვლი. შალვა ჩაინიშნე. ჰიბრიდ იტყვით, ჰიბრიდი თვლი. კორეული. კორეულს თქვენ არ გაკადრებთ. აბა მით უმეტეს. და მოგრა. თქვენ გინდათ გერმანული ავტომობილი. გერმანული. შევთანხმდით. დიდი მადლობა. ახლა მითხარით თქვენ თვითონ მაგრა თამაშობთ ნაარც? მე დარც ვთამაშობ, იმიტომ რომ საერთოდ მოთამაშე კაცი არ ვარ, მაგრამ იმდენად ეს 6 წლის განმავლობაში არაფერი საქმე არ მქონდა. ფეხბურთი, კალათბურთი და ნარდი იყო ჩვენი გასართობი. მე რომ ნარდის გაკეთება დავიწყეთ, უფრო დავამოღამე, თანაც ახლა როგორ არის ისი იქ არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითად 1-3-4 წელი ზიან, 1-3-4 თვე გამოდიან გარეთ, ისევლე შედიან და საქმე არაფერი რო არ აქვს. იმდენად მაგრად იციან ნარდის თამაში, მასწავლეს რა ერთი სიტყვით ნარდის თამაში და კარგად თამაშობ. კარგად თამაშობ, ძალიან მაგარია. ახლა ნაკრებში რო დავაკვირდი ფეხბურთში ეს მეგრული გვარები ჭარბობს. რის ბრალია ეს თქვენ როგორ გონიათ? როგორად ახლა იცით საქართველოს დიდი არ არის 3 მილიონიანი ქვეყანა, ხო? და მე 16 წლიდან ვყიდი ამ ავტომობილს და მის ირგვლივ რაც არის საბურავი, აკუმულატორი და ესე შემდეგ. და ყიდი და ახლა მოვიდა ისეთი დრო, რომ ელექტრომობილებით შემოვიდა. რო შემოვიდა ეს ელექტრომობილები ძალიან მაგარია. წარმოიდგინე 600 კილომეტრს გადიხარ და 1 ლარი არ გეხარჯება. თქვათ არც ზეთი უნდა, არც ბენზინი უნდა, აგერ დატენი 15 ლარის დატენი